სკოლაში პრობლემა მქონდა გააზრების. ოღონდ მხოლოდ მათემატიკაში და ფიზიკაში. ყველა საგანში კარგი ნიშანი მყავდა და მათემატიკაში და ფიზიკაში პრობლემები მქონდა. ვერ სწავლობდი საერთოდ და მაგალითებს ვერ ვიყვანდი. დათა სუმბათაშვილი ქარელის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეა. დაწყებითი კლასებიდანვე გარკვეულწილად უჭირდა მათემატიკური ცნებების გაგება და არითმეტიკული ამოცანების ამოხსნა. მას შემდეგ, რაც პრობლემა თავადაც გააანალიზა, დაიწყო ამ თემაზე ინფორმაციის მოძიება და დროთა განმავლობაში გაარკვია, რომ დისკალკულიის პრობლემა აქვს. დისკალკულია სწავლის უნარის სპეციფიკური დარღვევაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის უნარზე, გაიგოს და იმუშაოს რიცხვებთან. ნებისმიერი მათემატიკური ამოცანა რომ მკითხო, გინ დადვილი, გინ ძნელი, ძალიან დიდი ხანი ფიქრი მჭირდება, რომ გავიაზრო და ბოლოს პასუხი ვქვა. მაგრამ სხვა ბავშვს რო კითხო სიტყვაზე ადვილი ამოცანა, არ გაუჭირდება რა, ეგრევე გაგცემს პასუხს, მაგრამ მე შეიძლება დიდი ხანი ფიქრი დამჭირდეს, რომ ბოლოს პასუხამდე მივიდე. ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა მოეძებნა გზა, რომელიც პრობლემის გადაჭრაში დაეხმარებოდა. იფიქრა მსგავსი სირთულის მქონე სხვა მოზარდებზეც და ამის შემდეგ გაჩნდა იდეა, შეექმნა აპლიკაცია, რომელიც დისლექსიისა და დისკალკულიის მქონე ბავშვებს სწავლის პროცესს გაუმარტივებდა და ასევე თვით შეფასების ამაღლებაში დაეხმარებოდა. აპლიკაცია ეხმარება დისლექსიითა და დისკალკულიით დაავადებულ ბავშვებს, გაიმარტივონ მეცადინეობის პროცესი. დახარჯონ უფრო ნაკლები დრო მეცადინეობაში და რაც მთავარია, გადაჭრან პრობლემები სკოლაში. ჩავსვით სხვადასხვა ფუნქციები, როგორებიცაა თამაშები, მათემატიკური პრობლემების გადაჭრები, კითხვითი პრობლემების გადაჭრები. კითხვას როგორ უმარტივებს, რომ აჩვენო? შეუძლიათ დააყენონ მათზე მორგებული ფონტები, ან ტექსტი რაც აქვს სიტყვაზე დასაკითხი სკოლაში რაც მისცეს, შეუძლიათ გადაიტანონ ფოტო ჩაუგდონ აპლიკაციას. და შემდეგ აპლიკაცია ამ ყველაფერს გადააკეთებს თავიანთ მორგებულ ფონტზე, ან სიტყვაზე აქ ვაშლები იქნება, მაგალითის ამოხსნის დროს და 4+1. ანუ, როდესაც დისკალკულიით დაავადებული ადამიანი ხედავს რიცხვებს, აღქმა უჭირს. ანუ, რამდენადაც ადვილი მაგალითი არ უნდა იყოს, აღქმა უჭირს და ვიზუალური მასალით უბრალოდ დაითვლის და мотиваცია მიეცემა. ასევე გვაქვს შეძახილები, აი 3+2 მაგალითად გამოვიცანი არის 5 და არის შეძახილები. შენ მათემატიკის ვარსკვლავი ხარ. და ჩვენი მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ мотиваცია მივცეთ ადამიანებს. გარდა იმ პროგრამისა, რაც უკვე ჩაშენებულია თქვენს აპლიკაციაში, როგორ ეხმარება სკოლის დავალებების შესრულებაში, ვთქვათ, როგორ დამეხმარება მათემატიკის ამოცანების ამოხსნაში. გვექნება სპეციალურად გაწვრთნილი AI, მათემატიკური პრობლემის გადაჭრის მიზნით, ამ AI-ს როცა ჩაუგდებ ფოტოს, ანუ ერთად გადაჭრით პრობლემას, ანუ მაგალითად სხვა AI-ები მაშინვე წერენ პასუხებს და ჩვენ გვინდა რომ ახსნით მივიდეთ პასუხამდე. იდეაზე მუშაობას მეგობართან ერთად მას შემდეგ შეუდგა, რაც კასპის ტექნოპარკში ვებ და მობაილ დეველოპმენტის მიმართულებით პროექტი გამოცხადდა. მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ ინოვაციური მასშტაბური იდეა და ეჩვენებინათ მისი განხორციელების გზები. მათ რაიონში მსგავსი სივრცე არ არსებობს, ამიტომ ქარელიდან კასპში ჩასვლა ხშირად უწევთ, რათა პროექტზე მუშაობა შეძლონ. ყოველდღიური შეხვედრა გვაქვს და ვსაუბრობთ ამ იდეაზე. მუშაობთ, ვითარდებით, ასევე კასპის ტექნოპარკი როცა აცხადებს პროგრამებს, ვიღებთ აქტიურად მონაწილეობას და ჩვენი მთავარი მიზანია ხალხს ინფორმაცია მივაწყდოთ ამ პრობლემის შესახებ ზოგადად, რომ დისლექსია და დისკალკულია საკმაოდ მრავალმხრივი და გავრცელებული პრობლემაა, რომლის შესახებაც არ არსებობს არანაირი გადაჭრის გზები და ზოგადად დისლექსია და დისკალკულია ადამიანს თვითშეფასებას უმდაბლებს. და ესეც არის ჩვენი პრობლემა, რომ მოვაგვაროთ, იმიტომ რომ აპლიკაცია, როგორც დათამახსენა, შეძახილებით, გამხნევებით, ბავშვს ყოველდღიურ გარემოს უმარტივებს სწავლის. იმისათვის, რომ მუშაობის პროცესში სწორ მიმართულებას გაჰყვნენ, ახლა სპეციალისტებთან შეხვედრა და ფსიქოლოგებთან გასაუბრება სჭირდებათ, რათა დისლექსიისა და დისკალკულიის შესახებ უფრო მეტი, სიღრმისეული ინფორმაცია მიიღონ. მათთვის მნიშვნელოვანია ფინანსური მხარდაჭერაც, რომ აპლიკაცია კიდევ უფრო დახვეწონ და საბოლოო სახე მისცენ.